თბილისიდან ბერნში, ბერნიდან კი მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-შვეიცარიის გავლით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ოფიციალური თბილისის დაბა სვისვატსკოეს ეკლესიაში ბაგრატიონების საფლავების განადგურების ფაქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ქართული დიდგვაროვნების ნეშტების სამშობლოში გადმოსვენებას მოითხოვს. გასულ კვირაში ინგან საქმეთა სამინისტროს არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ სწორედ სვისვატსკოეშია ბაგრატიონების მიერ აშენებული ტაძრის ეზოში დაკრძალული სულხან საბა ორბელიანი. სკანდალი სვისვატსკოეს ეკლესიის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც მკვლევარება აღმოჩინეს, რომ ქართული დიდგვაროვნების საფლავებზე კარტოფილის საწყობი შენდება, ტაძრიდან კი ქართული კვალის წაშლა ხდება. სოფელ სვისვატსკოეში ეს ტაძარი ქართველი მეფეების ერთგვარ ნეკროპოლად ითვლება. მის ტერიტორიაზე კი საყოფაცხოვრებო საწყობის აშენებას აპირებენ. ქართული დიდგვაროვნების საფლავების დასაცავად საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და რუსეთის მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. საქართველოს მთავრობა რუსეთში ბაგრატიონებისა და სავარაუდოდ სულხან საბას საფლავის შეურაცხყოფის აღკვეთისა და ნეშტების გადმოსვენების საკითხზე მუშაობს. პრობლემის მოგვარებაზე კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ერთობლივად მოქმედებენ. ეს არის ვანდალური აქტი, რაც მათ ჩაიდინეს, ანუ საფლავებზე გამართეს საწყობი, რამდენადაც ვიცი, ამოთხარეს ეს საფლავები. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევატყობინეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ ავტოფაქტ განგაშს ამის თაობაზე. რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, ამიტომაც საქმეში შვეიცარიის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა აუცილებელი, რაც უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს. ულტიმატური გზის დადგენის პროცესი მიმდინარეობს, ამას გავაკეთებთ ან შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, ვინც არის შუამავალი ჩვენსა და რუსეთს შორის. ან ეს იქნება მათ დახმარებით, ან პირდაპირ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავთ და ისინი მიმართავენ შემდეგ რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ვანდალური აქტის შესახებ და თქვათ თუ ეს ვერ გავაჩერეთ ეს მშენებლობა რაც არის, პირდაპირ დავიწყებთ მუშაობას გადმოსვენების თაობას. ქვის ტაძარი ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს დროს ააგეს. ეს მედე ივანე ბაგრატიონის ძეგლია, ოღონდ ახლა თავის ადგილზე აღარ დგას. მის საფლავზე მშენებლობა იწყება. არქეოლოგები და ისტორიკოსები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ ეს ქართული მეცნიერებისთვის არა მარტო სამეცნიერო, არამედ ნაციონალური ინტერესის სფეროა. ქართულმა მხარემ, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და სასულიერო პირებმა არაერთხელ გააპროტესტეს საფლავების გადატანა. პროტესტის მიუხედავად ტაძარში, რომელიც ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ეგრეთ წოდებული ევრორემონტის კეთება მაინც გრძელდება. ტაძარი უკვე შეღებილია, დამონტაჟებულია საათი, რომელიც იქ ადრე არ ყოფილა. ამ განახლებით კი ძეგლმა, რომელიც ძველი ბაროკოს სტილში აგებული, თავისი უნიკალურობა დაკარგა. ასეთები კი რუსეთში ერთეულებია. პუტინი დუმას აქციების ფონზე მშვიდობება უკვე 2 საათია რუსეთის პრემიერის რანგში ვლადიმერ პუტინის სათათბიროს წინაშე მოხსენებით